ჩემი მესერის ძილში სამი მშვენიერი ქამა სოკო ამოვიდა. Ფრთხილად მოვჭერი, გავასუფთავე გაბსქვენი ტაფაზე შემწვიდა იმ სოკოებით ვისადილე. ცოტ-ცოტა სოკო, ბევრი პური. პურის სასადილოდან გადმომაქვს. თალხი ფქვილისაგან არის გამომცხვარი. რომ გაჭრი, საფუარის მომჟავო სუნით დაჰკრავს. ეს ხიხილის აყვავებამდე ნარგიზები აყვავდნენ. მაისის დასაწყისში ტიტები. ტიტები ორნაირი მიდგას, წითელი ჩახშახა და მეორე ლურჩხალიანები. ნარგიზების და ტიტებით ძალიან ლამაზად ოკავენ ქარში. სასიამოვნო ტყია ხოლმე მათი ფურცლებიც შავ მიწაზე. ივლისში თოთლები რომ შემოეფშვნებათ, პატარა ბარით ამოვიღებ ბოლქვებს, პანკით შევინახავ სიგილეში. ოქტომბერში ისევ ყოლებში დავრგავ. აგვისტოს ბოლომდე აყვავდება უამრავი ასტრა. მე მათი ხელვას მიყვარს. შოშები მოფრინდნენ და მეზობლის საქმის სახურავზე დაიწყეს ტვენა. მერეძის ჩახსხას სამი მეცხარის დავინახე. რაღაც ხიარებდნენ ნაგლეჯი ჰუბლების ქვემოთ. მესხები მოცხატის მუსიკას მანდონებენ. ის მიწაზე წევს ხოლმე. მიწაზე თავდადებული მიწის ხმას თუ ისმენს. მოდის ყვითელნის კარტაშაშვით. სკუბ-სკუბით დაივლის ჩემს ყვითელკვებს. წამოჰკრავს, ჩაჰკრავს ნისკარს. ხან აქ, ხან იქ. ისევ წავა, წასკუბ-სკუბდება თავაწეული. ისიც სმენად არის ქცეული დიდა საღამოს. სიც სინათლის ბოძის წვერზე. წარმოგიდგენია, შაშვის სინათლის ბოძის წვერზე და გალობს. გალობენ ბულბულები ჩვენი ხევის აზვალებულ სიმწვანეში. ნაწვიმარზე გამოდიან ხოლმე ლოკოკინები, შენით ნოხრომასაც ეულაქვთ ატენიანი თავები, მაღლა და თითქოს რაღაც მუსიკას ისმენენ, ხვდება აგრეთვე ბაღის მშვენიერიან ქარას, კრია და ტყის ათაცურის ფერი. ჩემი ოთახის უკანა ფანჯარა სულ მუდამ ღია მაქვს. იქ მიწა შემაღლებულია. ფანჯარის საქეთიქით ბუჩქადასული იასამნებით დგას. იასამნების წინ ვარდები. ვარდებისადაცა აყვავდებიან. წითად იღიმებიან მსხვილი კოტრები. იასამნების შუაში და უკან მზეს მძინებია ამოსული. ერთვაში მძევივით შემონათებენ ჩემთან. შუა ღამეოს მაღლა გორაკზე. ტროლები გადაზახიან ერთმანეთს. გათენების ბიბუნჩილო ეღვიძებ მერცხალეთს. ბევრიც ხონდა. დაიწყებს ჟიგ-ჟიგს, სამ-ორ სიმშვიდეც ფერს ქვეყანას. მერცხალი ჩვენი ყოფის ნაწილია. აი, რა ჩაიწერა აპრილში. დღეს უკვე 13-ია, აპრილის 13. მესამე-მეოთხე დღეა, ცხელა, მაინც არ ჩანან მერცხლები. რას უნდა მიეწეროს მათი დაგვიანება? აყვავდა ტყელებიც. მაისში ჩემთან ოთახში ჭიანჭველები იყვნენ და წავიდნენ. ახლა თავახდილით რომ დატოვოთ კბილი რამე, არც ერთი აღარ გაეკარება. იასამნებთან რომ ვარდები მიდგას, შემოთოხნისას მოზრდილი ტოტი მომიტყდა. თოხი მომიხვდა და მომიტყდა. 7 პირგახსნილი კოკორი წაპირქვავდა უმწეო გამომეტყველებით. ავიღეით ტოტი, წამოვიღე, ქილაში ჩავდგი, წყალი ჩავუსხი. კოკრები თანდათან იხსნებიან, ჩემს მაგი დასტარჯდარს უკვე მათი სურნელები მწვდება. წუხელი სევიწვიმა. ესე სამზემ გამოაშუქა. ზის მზეში, მზესუმზირებს შორის, ჭრელი, გულთეთრი კატა და ფილოსოფოსის სიმტკიცით შემომყურებს თვალებში. წავა, დაიკარგება, მერე ისევ შემომყურებს თვალებში.